დღეს მინდა მოგიმზადოთ ყველასთვის საყვარელი, ენერგიული და მაცოცხლებელი კერძი. ეს არის ფახიტასი. მინდა მოგიმზადოთ ისე, როგორც 10 წლეულების წინ მზადდებოდა და ყველას რო განაცვიფრებ და გემოთი რა. დალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი სუპერ კერძისთვის, ცეცხლოვანი კერძისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენია, რაც მთავარია, პირველ რიგში ქათმის ფილე, მშრალი აჯიკა, ცოტა დაღერღილი წიწაკა, მაგას გემოვნების მიხედვით გავუკეთებთ, შავი პილპილი, ქინძი, ხმელი ქინძი, ნიორი, ხახვი, ფერადი ბულგარული, წითელი და მწვანე ბულგარული, ფილეზე ვისაუბრეთ და პირველ რიგში მე გეტყვით, რომ მოხავშული მაქვს ბრინჯი, რომელიც შემდეგ აი ესე ბრინჯის ირგვლივ უნდა შემოალაგოთ და მოხავშულ მდგომარეობაში მაქვს. ყველამ კარგად ვიცით ბრინჯის მოხავშვა როგორაა და ამიტომ დროს აღარ წაგართმევთ. დავიწყოთ ინგრედიენტების მომზადება. პირველ რიგში ვიწყებთ ფილეს დაჭრას. ფახიტასის მოკლე ისტორია მინდა მოგიყვეთ, რაც ჩემთვისაა ცნობილი რა. ფახიტასი ჩრდილოეთ მექსიკიდან, ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვრის რაიონებიდან წამოვიდა, წარმომავლობა იქიდან აქვს. მე-20 საუკუნის დასაწყისში მექსიკელ მუშებს ხშირად აძლევდნენ თურმე ქათმის ხორცს, რომელსაც სხვა მაღალი ფენა თურმე სულაც არ მიირთმევდა და არც მიაჩნდათ არაფრად ქათმის ხორცი და აი სწორედ აქედან იწყება მექსიკური ფახიტასის მაგია, ჩემო ძვირფასებო. და რაც შეეხება მუშებს, ქათამს ძვალს აცლიდნენ თურმე და ჭრიდნენ თხელ მოგრძო ნაჭრებად და არსებული სუნელებით რაც ჰქონდათ, იმითი აგემებდნენ და მერე დაიხვეწა ეს სუნელების ისტორია და მერე წამოვიდა როგორც კლასიკური კერძი და მერე მიიღო კლასიკური კერძის სახე, მოკლედ რა. სახელი ფახიტასი, როგორც ვიცით, ესპანური წარმომავლობისა ფახა ნიშნავს გრძელს, ზოლიანს, ანუ ზუსტად ისე როგორც ჩვენ ჭრით ახლა ამ ფახიტას ფილეს, როგორც ჭრით დაახლოებით აი ესეთი ფორმით. დავჭერით ქათმის ფილე და გადავიტანოთ ტაფაზე, გავახუროთ. ცალკე უნდა შევწვათ ქათმის ფილე და ცალკე უნდა შევწვათ მერე ნიორი, ხახვი და ის სუნელები. ცოტა მიუშვათ ეხლა რომ ჩაიხარშოს და მერე არ მოვატრიალოთ, რომ კარგად დაბრაწვის ეფექტი ჰქონდეს. რატომ უნდა იყოს ფახიტასი მწარე? შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა. ამბობენ, რომ ფახიტასის ნამდვილი გემო დაიბადა მაშინ, როცა სიცხე და შრომა ერთმანეთს შეერწყა. ანუ რას ნიშნავს? ჩრდილოეთ მექსიკაში, სადაც მიწა ხშირად მშრალია და ძალიან ცხელა, აი მუშებს სჭირდებოდათ ისეთი საჭმელი, რომელიც სწრაფად მიცემდათ ენერგიას რა. იმ პერიოდში ჩილი, ანუ ცხარე წიწაკა თითქმის ყველაფერში გამოიყენებოდა, როცა ჩილისთან ერთად მიირთმევდნენ შემწვარ ხორცს, აი ოფლის გამოდენით ხვდებოდნენ, რომ ორგანიზმი ცოცხალი იყო და აი სწორედ ამიტომ იყო სიმწარე დაშვებული. ეხლა დავჭრათ არც ისე სქელ ნაჭრებად ხახვი. დავჭრათ 1-2 კბილი ნიორი დაახლოებით, საკმარისი იქნება, ბევრი არ უნდა. გაგისინჯავს მექსიკური ფახიტასი? ცხარე თუ ამერიკაში რო იპარებოდა, მაშინ მექსიკაში საზღვარზეც. ცოტა დავამატებ, ზოგადად მიყვარს ხოლმე, როცა ისე ცოცხლად ვამატებ ნიორს რა. და ცოტას დავამატე, 1 ნიორი შუაზე გადავჭერი, დავამატე, რომ გემოები კარგად გაუჯდეს და მინდა მოვაყარო მშრალი აჯიკა, რომელშიც გარეული მაქვს ქათმის სუნელი. და ცოტა ამას მოვაყრო, თავისი გემო აიღოს, თავისი სიცხარე რაც არის გაუჯდეს და მერე ცალკე გავუკეთებ იმ ხახვს და ნიორს. კიდე სხვა სუნელებს იწყებს ნელ-ნელა მობრაწვას. აჰა, აი ზუსტად ის ტექსტურა, რაც უნდა იყოს.
ხმარ. როგორც ხედავთ, ქათმის ფილე დაიბრაცა, ჯერ ჩაიხარშა, დაიბრაცა ცოცხალ ნიოთან და აი იმის ქათმის სუნელთან და მშრალაჯიკასთან ერთად. ეხლა ამას გადმოვიღებ მე სალკე თეფშზე. სალკე ესე შევინახავ და ამ ცხიმშივე, ამ ტაფაზევე შევწვალ ცოტა ზეთს დავამატებ და შევწვალ ხავს, ნიოts და ფერად ბულგარულს. დავაყაროთ ხახვიდან 2 და დაველოდოთ მოთუშვას. მე გავუკეთებ სუნელებსაც. ეხლა ჩავაჭრით თან წითელ ბულგარულს და მწვანე ბულგარულს. მოვურიოთ, არ დაგვეწვას. ესე კუბიკებად დავჭრათ. აია. წყალი გემოაქვს. ჩავაყაროთ ბულგარულიც, ავხადოთ ფერადი. ეს ყველაფერი გავაერთიანოთ მე. რათა ჩაითუშება. ბრინჯის ისტორიასაც შეეხება. ბრინჯი აი უბრალო მუშა იყო, რომელმაც ფახიტასით გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში, რომელსაც ვერასოდეს ვერ წარმოედგინა ის, რომ როგორც გადადიან ხოლმე ამერიკაში გადაიპარა და ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა თუ აუხდებოდა ეს ყველაფერი და თავის რესტორანს გახსნიდა რა. ეს იყო სახელად მოიცა როგორ იყო მიგელ დე სანტო კუპე. იყო ეს კაცი სახელი და გვარი და სწორედ ამ კაცს უკავშირდება ბრინჯის ისტორია ფახიტაში. ანუ როგორც თავის ისტორიაში ყვება მე რაღაცები არის კიდე ფახიტასზე. აი წლების შემდეგ ბრინჯი მხოლოდ იმიტომ მიამატა რომ ფახიტასი ძალიან ცხარე იყო, ძალიან წარე იყო და ვერც წარმოიდგენდა თუ ესე პოპულარული გახდებოდა ბრინჯი ფახიტასთან ერთად და ზუსტად აი ესეთი მარტივი და საინტერესო ისტორია ბრინჯზე. ამე განსაკუთრებული არასდროს არ მოუფიქრია და არასდროს არ წარმოიდგინა. უბრალოდ პოპულარობა ჰპოვა მე ამერიკაში, სადაც თავისი რესტორნები ჰქონდა და თავისი ქსელები, სადაც გაითქვა ფახიტასის სახელი. ეგ იყო და ეგ. კარგად შეერბილდება. მერე ზუსტად ის ეტაპია ეხლა რომ ჩავაყაროთ ქათმის ფილე აბრაწული. გემოვიდო კარგად გაუჯდება. მერე გავაკეთებთ სერვირებასაც. ეხლა მოვაყაროთ ცოტა შავი პილპილი. ცოტა რა სჭირდება შავი პილპილი და ცოტაზე ოდნავ მეტი. ხმელი კინძი, რომელიც ყველაფერს უხდება. ცოტა კიდე აი ეს შრალი აჯიკა, ჩვენებური ქართული. და ბოლოსკენ მე სერვირების დროს გავუკეთებ აი დაღერღილ წითელ წიწაკას, იმიტომ რომ ზომიერად მწარე და ცხარე რო იყოს. ყველა მიცით რომ სიცხარე უხდება, მაგრამ ასე რომ ეხლა ჩვენ გემოვნებაზე მოვიყვანოთ ერთდროულად. გირჩევთ რომ გააკეთოთ ცხარე, რომ ცხარე უხდება ფახიტას. აჰა, ეხლა ეს ყველაფერი დავტოვოთ დაახლოებით 10-15 წუთი. გაუჯდეს გემოები ერთმანეთს და მერე ბრინჯთან ერთად გადმოვიტანოთ. სანამ გადმოვიტანთ, მარილსაც მოვაყრით აუცილებლად. აი ესე დავაფაროთ თავი და 10 წუთი. აი ხა შევიტანოთ ბოლო შტრიხი, მარილი მოვაყაროთ ჩვენებურად და მერე გავაკეთოთ სერვირება. კაიხანია ესე მოგვიყრია მარილი. აჰა.
ესეც გამზადდა. და ეხლა ჩვენ რაც არის თავარი ბრინჯი უნდა გადავიტანოთ თეფშზე და შუაგულში უნდა მოვაქციოთ ბრინჯი. ესეც მოჩა გავუთიშოთ. აი ეხლა ბრინჯი მოვათავსე სამზარეულოს ცელოფანში, როგორც ამბობენ. და აი ეხლა მე მგონი გამომივა ეს. და ესე ლამაზად მინდა რომ ცენტრში მოვაქციო. ესე. ვა! გამოვიდა. გარიგია. და ირგვლივ დავალაგოთ ჩვენი ხახიტასი. აბატო. შეგენაც. და არომატები ამოდის, ბიჭო. მოდი ახლა და არ გასინჯოთ. თეფშზე გადმოვიტანეთ. ეხლა მოვაყარო ძალიან ცოტა თან გემოსთვის, თან სიცხარისთვის, თან სილამაზისთვის დაღერღილი წიწაკა. აი ესე. თეთრსაც მოუხდება, ცოტა ბრინჯსაც მოვაყაროთ. მე მგონი ასე თქვით ბიჭებო. რაღაცა ეფექტი აქვს, ხო, კარგი? იდეალური. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო. მექსიკური ფახიტასი თავისი ბრინჯით, რომელმაც ის სიცხარე უნდა გაანეიტრალოს, მზად არის უკვე და მოდი გავსინჯოთ რა. და სული და გულით გეტყვით იმას შტაბეჭდილებას აუცილებლად. როგორც ყოველთვის მე ხო ტყვილი არ მიყვართ და ამიტომ გავსინჯავ. საიდან დავიწყო? ისეთი ლამაზია რომ ვერ დავარღვევ. აი ესე. და ბრინჯთან ერთად გავსინჯავ. ანგენელია ბიჭო. კიდე უნდა გავსინჯოთ, თორე ეგ ერთი ლუკმა მე არ მეყოფა ეხა შედეგისთვის და მოვიცა. აი მე მგონი მექსიკაშიც კი შეშუნდებათ. ვახ ბიჭო. მეგობრებო, თქვენ არ ვიცი როგორ გასიზამთ. მაგრამ საუკეთესო გამოვიდა. მართლა მაგარია. ძალიან ცოცხალი, ძალიან ენერგიული და ძალიან გემრიელი გამოგვივიდა ეხლა ეს დღევანდელი ჩვენი კერძი. ხო და მე მინდა დამიწეროთ თქვენი შტაბეჭდილებები, თქვენ როგორ ფახიტას ამზადებთ. შეიძლება აქ რაღაც ბევრი შენიშვნა მომცეთ ეხლა თქვენ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რომელიც ცოტა ნაკლებ სიცხარეს გამოხატავს, შეიძლება ცოტა წვენი რაღაცა სჭირდებოდეს, მაგრამ მართლა მაგარი გამოვიდა, გეუბნებით. დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორც აკეთებთ, როგორი გიყვართ, როგორი გაგისინჯავთ, ადგილზე მექსიკაში თუ გაგისინჯავთ. და ბოლოს დალაიქეთ, გამოიწერეთ და ადიოს ამიგოს.